აზიის განვითარების ბანკი აგრძელებს 2020 წელს დამტკიცებულ პროგრამას, რომლითაც პროფესიული განათლება უნდა განვითარდეს ქვეყანაში. ბანკმა პროგრამის ფარგლებში 2020 წელს საქართველოში ჯამში $70 მილიონი მოცულობის სესხი დაამტკიცა. ADB-ის ინფორმაციით, პროგრამის თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმებისთვის, სამიზნე სკოლებში პროფესიული განათლებისთვის, საჭირო ინფრასტრუქტურის სამშენებლო და საეაბილიტაციო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ვალეში სკოლის მიმდებარედ შენდება პროფესიული განათლების ცენტრი, სადაც საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა მოეწყობა, ხოლო ასპინძაში remonტდება სკოლის ტერიტორიაზე არსებული შენობა, სადაც განთავსდება საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კულინარიის შემსწავლელი კურსები. მშენებლობები ამ პროექტის ქვე პროგრამის ფარგლებში შენდება, რომლის ჯამური ბიუჯეტი დაახლოებით $68 მილიონი. იმ პირობებში, როცა ქართული ოცნების მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით ქვეყანაში უცხოელების დასაქმება რთულდება, კერძო სექტორში ისმის კითხვა. მზად არის თუ არა ქვეყანა თავად შეავსოს ის საკადრო დეფიციტი, რაც აქამდე არსებობდა და რაც შესაძლოა უცხოელების დასაქმების შეზღუდვით გაღრმავდეს. კომპანია InSource-ის მმართველი პარტნიორი ამბობს, რომ არ არსებობს ინდუსტრია ქვეყანაში, სადაც უცხოელები არ არიან დასაქმებული. განსაკუთრებით ასეთია ტექნოლოგიური სფერო, ჯანდაცვა, ტურიზმი და სამშენებლო ბიზნესი. იქ, სადაც მაგალითად ვამბობთ, რომ უნდა დარეგულირდეს სხვადასხვა ქვეყნიდან მომსახურე პერსონალი, უნდა გქონდეს კითხვაზე პასუხი ყოფნის თუ არა მოთხოვნას ადგილობრივი სამუშაო ძალა, აცხადებს მედია ტაბატაძე. ქართულმა ოცნებამ უცხოელებისთვის საქართველოში ცხოვრების, ბინადრობისა და მუშაობის უფლებების მოპოვებისთვის პირობები გაამკაცრა. უკვე ძალაშია შრომითი მიგრაციის კანონში დაჩქარებული წესით მიღებული ცვლილებები, რომლის მიხედვითაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა დასაქმებისთვის სპეციალური ნებართვა უნდა მიიღონ. მთავრობა კი თავად განუსაზღვრავს ბიზნესს შეიძლება თუ არა უცხოელის დასაქმება. უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის ეგიდით ოცნება უცხოელების დასაქმებას ამკაცრებს იმ პირობებში, როცა ქვეყანაში სამუშაო ძალის დეფიციტია და არის პროფესიები, სადაც ძირითადად სწორედ უცხოელები არიან დასაქმებულები. ბიზნესი ამბობს, რომ მაგალითად სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში ასეთი არაერთი პოზიცია, სადაც ბაზარზე კადრების სიმცირის ან დაბალი კვალიფიკაციის გამო ბიზნესი იძულებულია სამუშაო ძალა უცხოეთიდან ჩამოიყვანოს. სასტუმროების მმართველი კომპანიის ხელმძღვანელი კი მაია წერეთელი შრომითი მიგრაციის რეგულაციას ემხრობა, თუმცა თვლის, რომ მსგავსი ცვლილებები კერძო სექტორთან კოორდინაციით უნდა გატარდეს. სამშენებლო მენეჯმენტის, დიზაინისა და საკონსულტაციო მომსახურებების კომპანიის LSG Solutions მმართველი პარტნიორი და გენერალური დირექტორი სოსო ბერიძე გადაცემა BMG Drive-ში ბაზარზე არსებულ კადრების დეფიციტზე საუბრობს და კონტექსტში კომპანიის სტრატეგიას აზიარებს. ძალიან დიდი გამოწვევაა კადრების ნაწილი და ვფიქრობ, რომ ზრდასთან ერთად მომავალშიც გამოწვევა იქნება. რეალობას თვალი რომ გავუსწოროთ, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთაც კადრების დეფიციტი არსებობს, აცხადებს ბერიძე. მისივე თქმით, სწორი ხედვა და ღირებულებები გახდა იმის საფუძველი, რომ კომპანიამ ბაზრიდან ბევრი მაღალი დონის პროფესიონალი მიიზიდა. ინფორმაციისთვის რომ SLG Solution ბაზარზე 5 წელზე მეტია ოპერირებს. EPM ტერმინალსის წარმომადგენლები ეკონომიკის ახალ მინისტრთან შეხვედრას მიმდინარე თვის ბოლოს გეკმავენ, როგორც ფოთის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა BMG-ს უთხრა, შეხვედრის მთავარი თემა ფოთის პორტის გაფართოების პროექტი იქნება. ზვიად ჩხარტიშვილის თქმით, ეკონომიკის სამინისტროსთან პორტის ინფრასტრუქტურის გაფართოების გეგმებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გრძელდება. პორტის გაფართოების პროექტის პირველი ფაზის ფარგლებში საუბარია $300 მილიონი ინვესტიციაზე. პირველ ფაზას აუცილებლად მოყვება უკვე მეორე ფაზა, რადგან პირველი ფაზა მოიცავს დამცავი მოლოს მშენებლობას, საზღვაო აკვატორიის და ერთი ნავსადგომის მშენებლობას, აცხადებს ზვია ჩხარტიშვილი. ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს ეკონომიკა კვლავ სამი კომპანიის მიერ საქართველოს ბანკის, TBC ბანკისა და საქართველოს კაპიტალის მეშვეობით არის წარმოდგენილი. მიმდინარე კვირის შედეგები ასე ნაწილდება: საქართველოს ბანკის ჯგუფის აქციების ფასი 0.14%-ით შემცირდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 69.85 გირვანკა სტერლინგში ადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 3 მილიარდ 430 მილიონი გირვანკა სტერლინგია. ბოლო 6 თვეში მათი აქციების ფასი 50.22%-ით არის გაზრდილი. TBC ბანკის ჯგუფის აქციების ღირებულება 4.59%-ით გაიზარდა. ბანკის ერთი აქცია 48 გირვანკა სტერლინგს ახსევს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2 მილიარდ 640 მილიონი გირვანკა სტერლინგია. ბოლო 6 თვეში მათი აქციების ფასი 54%-ით გაიზარდა. რაც შეეხება საქართველოს კაპიტალის აქციებს, ის 6.58%-ით არის გაზრდილი. შედეგად ერთი აქციის ფასი 20 გირვანკა სტერლინგია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 943 მილიონი გირვანკა სტერლინგია. ბოლო 6 თვეში მათი აქციების ფასი 63%-ით არის გაზრდილი. ბიზნესმენებთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ კორუფცია აფერხებს ეკონომიკის განვითარებას. ამის შესახებ ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, ასევე ისაუბრა მთავრობის ყველა სამართლებრივი აქტის გამჭვირვალობაზე, უძრავი ქონების პირდაპირ მიყიდვის პრაქტიკის აღკვეთაზე და აგრეთვე მსხვილის შესყიდვების დეტალურ კონტროლზე. სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ მართვის ცენტრი დასავლეთ საქართველოში მავნებლის საპრევენციო ღონისძიებებს განაგრძობს. სააგენტოს ცნობით ამჯერად ტერიტორიები მუშავდება სენაკის მუნიციპალიტეტში, ძველი სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც 10 ერთეულის სპეციალიზირებული ტექნიკაა მობილიზებული. სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრის სენაკი აბაშის ჯგუფმა თერმული ნისლით 600 ჰექტარი ტერიტორია დაამუშავა.
2025 წლის 1 ივლისიდან ლაქსაღებავების პროდუქციისთვის ახალი რეგულაცია მოქმედა. საუბარია მთავრობის მიერ გასული წლის 3 აპრილს დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტზე, რომლის მიხედვითაც აიკრძალა საღებავის ლაქისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაღებვის პროდუქციის იმპორტი და განთავსება, თუკი მასში აქროლადი ორგანული ნაერთების შემცველობა აღემატება ტექნიკური რეგლამენტის განსაზღვრულ დასაშვებ ნორმას. აქროლადი ორგანული ნაერთების შემცველობას შეამოწმებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო. ამასთან ამის შემოსავლების სამსახური უფლებამოსილი იქნება საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში შეარჩიოს პროდუქტის იმპორტი და აღნიშნულის შესახებ აცნობოს სააგენტოს, რათა კანონმდებლობით გათვალისწინებული რეაგირება მოხდეს. როგორია ლაქსაღებავებისა და საღებავების იმპორტის სტატისტიკა, რომელი ქვეყნებიდან შემოგვაქვს აღნიშნული პროდუქცია. BMG ამ ინფორმაციას საქსტატის საგარეო ვაჭრობის სტატისტიკაზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც ოფიციალური მონაცემებიდან ირკვევა, მიმდინარე წლის იანვარ-მაისის პერიოდში საქართველოში 14 მილიონი დოლარის ღირებულების 6100 ტონა ლაქის და საღებავების იმპორტი განხორციელდა, მათ შორის ყველაზე დიდი რაოდენობით თანხაში, პოლიმერების ან ქიმიურად მოდიფიცირებული საფუძველზე შექმნილი საღებავების და ლაქების იმპორტი განხორციელდა, რამაც მოცულობაში 2527 ტონა შეადგინა, რასაც მოყვება ბუნებრივი პოლიმერების საფუძველზე შექმნილი საღებავები და ლაქები. ჩვენთვის საიმპორტო ბაზარზე პირველი თურქეთია. ხაჩურის მუნიციპალიტეტის საკრებულო მსურამში შპს პარკ-ჰოტელის მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსისთვის განკუთვნილი ნაკვეთების განაშენიანების გეგმა დაამტკიცა. საუბარია 72854 კვადრატულმეტრსა და 24380 კვადრატულმეტრ მიწის ნაკვეთებზე, სადაც საბჭოთა პერიოდში სანატორიუმი მდებარეობდა. როგორც საპროექტო გეგმაში წერია, კომპლექსი მრავალფუნქციური სასტუმრობს, აპარტოტარებისა და კოტეჯების მშენებლობას მოიცავს. აღნიშნულ ტერიტორიაზე მთავრობის 2025 წლის მარტის განკარგულებით პარკ-ჰოტელმა, რომელიც ბორჯომსა და წყალტუბოში სასტუმროებს ფლობს, დაბა სურამში კონკრეტულად ჩუმათელეთში არანაკლებ 30 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი 2027 წლის თებერვლამდე უნდა აშენოს, რისთვისაც არანაკლებ 3 მილიონი დოლარის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს.